ზურგის ტვინი. ზურგის ტვინი ხერხემლის ძვლოვან არხშია მოთავსებული. ადამიანის ხერხემალი 33-34 მოკლე ძვლისაგან მალისაგან შედგება. ხერხემალში განასხვავებენ კისრის, გულმკერდის, წელის, გავის და კუდუსუნის განყოფილებებს. ზურგის ტვინს ზონრის მოყვანილობა აქვს, რომლის დიამეტრი 1 სანტიმეტრია. სიგრძე 42-45 სანტიმეტრი. ხოლო წონა კი 30 გრამს არ აღემატება. ზურგის ტვინის ცენტრში გადის ზურგის ტვინის არხი, რომელიც ზურგის ტვინის სითხით არის ამოვსებული. ზურგის ტვინის წინა და უკანა ზედაპირზე არსებობს ორი ღრმა სიგრძივი ღარი. ეს ღარები მას მარჯვენა და მარცხენა ნახევრებად ყოფს. ზურგის ტვინი ერთგვარ სეგმენტებადაა დაყოფილი. ეს სეგმენტებია კისრის, გულმკერდის და წელის. კანის გარკვეულ უბანსა და კუნთს გარკვეული სეგმენტი ემსახურება. ზურგის ტვინის განივ ჭრილზე ჩანს, რომ იგი რუხი და თეთრი ნივთიერებებისაგან შედგება. ზურგის ტვინის ცენტრალურ ნაწილს ქმნის რუხი ნივთიერება. რომელიც ჩართული და მამოძრავებელი ნეირონებისაგან შედგება. რუხი ნივთიერების ირგვლივ განლაგებულია თეთრი ნივთიერება. რომელსაც ქმნის ნეირონთა გრძელი მორჩები. ისინი ზურგის ტვინის გასწვრივ, ზემო და ქვემოთ მიემართებიან და აღმავალ და დაღმავალ გზებს ქმნიან. პეპლის მსგავსი რუხი ნივთიერება ცენტრშია მოთავსებული და მას ფორმით ASOH-საც ამსგავსებენ. რუხი ნივთიერება ნეირონების სხეულებით და დენდრიტებით არის წარმოდგენილი. ნეირონების სხეულები და დენდრიტები. რუხ ნივთიერებას გარედან აკრავს, როგორც აღვნიშნეთ, თეთრი ნივთიერება. თეთრ ნივთიერებას კი ქმნის აქსონების მასა. აქსონებს გარს აკრავს თეთრი ფერის ცხიმოვანი ნივთიერება, ამიტომ არის მათი შეფერილობა თეთრი. ზურგის ტვინიდან გამოდის 31 წყვილი შერეული ნერვი. შერეული ნერვები თითოეული მათგანი ორი ფესვით, წინა და უკანა ფესვებით იწყება. უკანა ფესვები მგრძნობიარე ნეირონების აქსონებია. ხოლო წინა ფესვები კი მამოძრავებელი ნეირონების აქსონები. განვიხილოთ ზურგის ტვინის ფუნქციები. ზურგის ტვინს ორი ძირითადი ფუნქცია აქვს: რეფლექსური და გამტარი. ზურგის ტვინის რეფლექსური ფუნქცია მოძრაობას უზრუნველყოფს. ზურგის ტვინში გაივლის რეფლექსური რკალები, რომლებთანაც დაკავშირებულია ჩონჩხის კუნთების შეკუმშვა, გარდა თავის კუნთებისა. უმარტივესი მამოძრავებელი რეფლექსის მაგალითი, რომელიც ზურგის ტვინის მოქმედებით ხორციელდება, მუხლის რეფლექსია. იგი ასე ვლინდება: მუხლის ქვემოთ მყეს უცბად რომ დავარტყათ, ფეხი სწრაფად მაღლა აიწევს.
დავაკვირდეთ ილუსტრაციას. გრძნობიარე ნეირონი აგზნებას ზურგის ტვინის რუხ ნივთიერებაში მდებარე ორ ნეირონთან აგზავნის. გრძნობიარე ნეირონი რუხი ნივთიერება და ნეირონები. ერთი მათგანი მამოძრავებელი ნეირონია, რომლის აგზნებას სახსრის გამშრელი კუნთის შეკუმშვას იწვევს, მეორე კი ჩართული ნეირონია, რომელიც ინფორმაციას მომხრელი კუნთის მამოძრავებელ ნეირონს გადასცემს. მამოძრავებელი ნეირონი. მისი შემაკავებელი მოქმედების გამო დუნდება კუნთი. ჯანმრთელ ადამიანში ეს რთული სისტემა გამართულად მოქმედებს და მუხლის რეფლექსი მყისიერად აღმოცენდება. ზურგის ტვინი თავის ტვინთან ერთად აწესრიგებს შინაგანი ორგანოების, გულის, კუჭის, შარდის ბუშტის, სასქესო ორგანოების მუშაობას. ზურგის ტვინის თეთრი ნივთიერება ახორციელებს გამტარ ფუნქციას. ამით უზრუნველყოფს ცენტრალური ნერვული სისტემის ყველა ნაწილის კავშირსა და შეთანხმებულ მუშაობას. ზურგის ტვინის რეცეპტორებიდან გატარებული ნერვული იმპულსები აღმავალი გზებით თავის ტვინს გადაეცემა. თავის ტვინიდან იმპულსები დაღმავალი გზებით ზურგის ტვინის ქვედა ნაწილებში გადადის, იქიდან კი ორგანოებში. ამგვარად ზურგის ტვინს საკუთარი რეფლექსური ფუნქციები აქვს, მაგრამ მის მოქმედებას აკონტროლებს და აწესრიგებს თავის ტვინი. ცნობილია შემთხვევები, როდესაც ხერხემლის მოტეხილობის ან ჭრილობის შედეგად ადამიანის ზურგისა და თავის ტვინის შორის კავშირი ირღვევა. ასეთი ადამიანების თავის ტვინი ნორმალურად ფუნქციონირებს, მაგრამ ზურგის ტვინის რეფლექსთა უმრავლესობა, რომელთა ცენტრები დაზიანებული ადგილის ქვემოთ არის მოთავსებული, ქრება. ასეთ ადამიანებს შეუძლიათ თავი მოაბრუნონ, ღეჭვითი მოძრაობები შეასრულონ, ხედვის მიმართულება შეცვალონ, ხელებიც ამოძრავონ. ამავე დროს მათი სხეულის ქვედა ნაწილი გრძნობელობას მოკლებული და უძრავია.